Chainsaw Sonic-ი დონე 1-დან Chainsaw Sonic-ი დონე 1 მილიონამდე. Chainsaw Sonic-ს ძალიან დაბალი დონე აქვს და წააგო შეჯიბრი Demon Shin Sonic-თან. ამიტომ მოგვიწევს გავაუმჯობესოთ Chainsaw Sonic-ის დონე ყველაზე მაღალამდე. შევძლებთ დემონების შეჯიბრის მოგებას და მსოფლიოს დაპყრობას. წავედით! Კარგი. ყველას მოგესალმებით დემონების საბოლოო შეჯიბრებაზე. დღეს ვიბრძოლებთ $1 მილიონი დოლარისთვის. ეხლა ყველანი წარმოადგენთ იმას, რაც მოახერხეთ და იმ დემონის დონეს, რომელიც შეიცოვეთ. დიახ, ძალიან მომწონს. მე ვარ შინ სონიკი და მოიპოვე დემონი 999,000 დონის, ანუ თითქმის მილიონი. მე ვარ შადოუ და ამ ზურმუხტის წყალობით ჩემი დემონი 100,000 დონისა. მე ვარ ნაკოძი და მეც მაქვს დემონური ზურმუხტი, რომელშიც 1000 დონის დემონია. მე ვარ ლეონ პიკარონი. მაქვს 1000 დონის ზურმუხტი, არა ისეთი, როგორიც ნაკლს აქვს. მან შეცდომა დაუშვა. მისი იყო 10,000 დონის. ეხლა მე ვარ ჯეიმი ეიმი ექსე, დემონისა და ამ ზურმუხტში არსებული კორუმპირებული არსების ხალობით მე მაქვს 100,000 დონის ძალა. და მე ვარ ტეილსი და მე მივარწიე 100 დონეს, რასაშიში ვარ. და სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი ზუსტად როგორ ახსნა ეს. მე ვარ სონიკი და ვერ ვიპოვე კორუმპირებული ზურმუხტები ან რამე მსგავსი. ამიტომ მომიწია ამ ბენზოხერხიანი დემონის სულის შთანთქმა, რომელიც ახლა მდევნის. მაგრამ იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ პირველი დონე მაქვს და მხოლოდ პატარა ბენზოხერხი მაქვს. კარგი, ეხლა როცა ყველანი გავეცანით ერთმანეთს, დროა დავიწყოთ შეჯიბრი. ეს იქნება სასიკვდილო რბოლა. ანუ შეგიძლიათ იჩხუბოთ რბოლის დროს და ვინც პირველი შემოულის წრეს, ის გაიმარჯვებს. ასე რომ წინ მაცდუნებლები 2 1 დაიწყეთ რბოლა. მივდივარ ჩემი ძალით. იახ, თუ რომელიმე თქვენგანი მომიახოლდება, სემ, რადგან ჩემი დემონური სული შეუჩერებელია. ის ყველაზე სწრაფია და არავინ არის, ვინც შეძლებს შთანთქვას. ყველას მოვიდები $1 მილიონ და გავხდები მდიდარი, რომ ყველას დავიმონებ და გავხდე მეფე, მსოფლიოს მეფე. დიახ. დაიცადე, მე ჯერ არ მივშუვარ და ეხლა მთელი ძალით მოვდივარ. მე ვარ შადოუ და ჩემში მყოფი დემონი 100,000 დონისაა. ასე რომ გაკვეთილს მოგცემ. ის $1 მილიონი ჩემი იქნება და მთელი მსოფლიოს დაპყრობა მე შემეძლება. არ იფიქრო ამაზე, ამიერიდან ნებას არ მოგცემ. დაიცადეთ, ჯერ ნაკლსის დემონი არ გამოსულა. დიახ, ჩემი დემონი მე מחვილად მაქცევს. გაღწნილი არსება, რომელსაც ფიზიკური ძალა აქვს, რომლის გადალახვაც შეუძლებელია. და შეიძლება თქვენზე სწრაფი არ ვარ სულელებო, მაგრამ კი ძალიან ძლიერი ვარ. და ამიტომ არ დაუნებდები და ამ სულელურ შეჯიბრებას მოვიგებ. ერთი წუთით. ეხლა ჩემი ჯერია. ლეონ პიკარონი, ახალი გაღწნილი არსება, რომელიც ყველაფრის აფეთქებას აპირებს. გაუჩერებლად ვირბენ და ვიბრძოლებ, რომ ეს სულელური რბოლა მოვიგო, ნახავთ. შეიძლება მხოლოდ 100,000 დონის ვიყო, მაგრამ ჩემი მძვინვარება და ძალა წარმოუდგენელია და ყველას გაგანადგურებთ. დიახ. დიახ, რა თქმა უნდა, არ გადავექსპერტ მე და მე. ასე რომ მე ვარ დიდი და ყოვლისშემძლე დემონი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. ასე რომ ჯობია გზა გამითავისუფლოთ, მაგრამ მოვიდა ყველაზე ძლიერი და საუკეთესო. მე მყავს ძალიან სისხლიანი 100 დონის არსება და ამ დემონით თქვენ ყველას დალიფხრობთ. დაც მე დამივიწყოთ, დამელოდეთ, შეიძლება მე მხოლოდ 100 დონის ვარ, მაგრამ ნახեք რა სწრაფად მივდივარ. ყველაფერს გავაკეთებ, განსაკუთრებით ჩემი მეგობარი სონიკისთვის, რომელმაც ვერ შეძლო რბონისთვის კარგი დემონის მოპოვება. ყველამ სხვადასხვა დონი დემონური ზურმუხტი მოიპოვეთ, მაგრამ საცკალმა ვერც ერთი ვერ იპოვა, რადგან ყველა ჩვენ წავიღეთ. ამიტომ იქით მაქსიმალურად შორსალა, რომ ფული გაუღო. დიახ. ჰეი, ერთი წუთით. თქვენ რბოლა ჩემს გარეშე დაიწყეთ, აი მთელი ძალით მოვდივარ. ჯანდაბა, ვიცოდი რომ შორს ვერ მივახცევდი. ყველა საკმაოდ სწრაფად წავიდა და მე ამ უბადრუკი პირველი დონით ძლივს ახლა დავიწყე რბოლა. მაგრამ კარგი, მე მყავს ძლიერი დემონი, ბენზოხერხების დემონი. მასთან ერთად შემიძლია დიდი ბენზოხერხა სონიკი გავხდე. ასე რომ ვიმედოვნებ, რაც შეიძლება შორს მივახცევ. შეიძლება რბოლაც კი მოვიგო და ასე ფულით შევძლებ. ვნახოთ. ყურადღება ყველა მონაწილეს, დაბრუნდით ფინიშის ხაზთან, რადგან ჩვენ გვყავს გამარჯვებული.
რა? როგორ? მაგრამ რბოლა ხომ ეხლა ხან დაიწყო ჯანდაბა. აი სხვა გზა აღარ მაქვს. უნდა დავბრუნდე და ვნახო რა ჯანდაბა მოხდა. კარგი, უკვე მივდივარ. უბრალოდ იმედი მაქვს რომ იმ დემონმა შინ Chainsaw-მა არ მოიგო. რადგან მგონი ეს საქმე კარგად არ გამოიყურება. ყურადღება ყველას. ყავს გამარჯვებულია დემონი Chainsaw Sonic-ი. ხო, ადილად მოიგე ეს რბოლა. ეხლა ფულიც თქვენ ყველას დაგიმორჩილებთ. და გაჩერდი ერთი წუთით. არ შემიძლია დაგტონება რომ ეს რბოლა მოიგო. მე გიწევს სხვა რბოლაში. ერთი ერთზე. აი ესე. ხუმრობ. უკვე გაგიმარჯვე, თანაც უფრო მეტი მიმონაწილით. არ მაინტერესებს მე გიწევ და თუ მოვიგებ მთელ შენ ფულს მომცემ. შენი დემონი პირველ დონეზეა, სულელი ხარ. იცი რას გეუბნები? დაეთანხმე. მაგრამ ეს იქნება სასიკვდილო რბოლა. ან თუ წააგებ, დადასრულებ. შენ წარმოიდგინე, ეს საერთოდ არ მაშინებს. ხვალ აქ შევხვდებით იგივე დროს. ჯანდაბა რა შარში გავეხვიე. მე პირველ დონეზე ვარ და თითქმის მილიონიან დონესთან მიწელ შეჯიბრი. სერიოზულად გავიფუჭე საქმე. ასე ნუ ამბობ სონიკ, სიმართლე რომ თქვა, დიდი გამბედაობა გამოიჩინე რომ მას შეეჭიდე. ამიტომ მინდა ჩემი დემონური ზურმუხტი შემოგთავაზო. გამოიყენე ჩემი მეათე დონის ზურმუხტის ზალა რომ შენი შინაგანი დემონის დონე გაზადო, რას ფიქრობ? სიმართლე რო თქვა, ეს შესანიშნავი იდეა. დიდი მადლობა Tails. მადლობა რომ შენი ზურმუხტი მათხოვე. მე გამოვიყენებ მას და ჩემი ბენზოხერხიანი დემონის დონეს მეათემდე ავწევ. სწრაფი თამაშია, გაქვს მხოლოდ 20 წამი. რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გააუმჯობესო ბენზოხერხიანი სონიკის დონე. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას ბენზხვას ბენზოხერხიანი სონიკი, შეძლებ მიიღო მისი მთელი ძალა და ენერგია. ასე რომ მიჩქარე, დრო იწურება, ირბინე. დიახ. ეს დაუჯერებელია Tails. ეხლა მე ვარ ბენზოხერხიანი სონიკი მეათე დონეზე. მეტი ბენზოხერხი და მეტი ძალა მაქვს. ძალიან მიხარია რომ განვითარდი სონიკ. გამოიცადე ერთი წუთით, იმიტომ რომ ეს არაფერია. თუ ეხლა ემიწერტილი ექსეს და მიხვალ შეძლებ ტესტის ჩაბარებას, რომ მისი ზურმუხტიც მიიღო. მართლა? შემიძლია ჩემი დემონის ფორმა ავამაღლო? მაშინ აუცილებლად გავაკეთებ ამას. მადლობა Tails. მაშინ პირდაპირ მივდივარ, რომ ვნახო რა ტესტს მაძლევს ემი, რომ მისი ზურმუხტი ავიღო და ჩემი ბენზოხერხიანი დემონის დონე კიდევ უფრო ავამაღლო, არა კი? და ბოლოს ზაქვა რემი, დადგა დრო რომ ის შენი ზურმუხტი მომცე. ან ბაიჯერე, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ. ძალიან დაგიჭირდება მისი მოპოვება, რათა ზურმუხტი მხოლოდ იმათ ეკუთვნით, ვინც ამ ტრასას გადავახავს. უნდა შეაგროვო ყველა ის ბეჭედი, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს შენს დემონს, სონიკ. ასე გააუმჯობესებ შენ სიჩქარეს და კონტროლს. შესანიშნავია. მაშ, მივდივარ. ვაპირებ დავასრულო ეს მარშრუტი, თუმცა ახლა საკმაოდ ნელი ვარ. აშკარად ჩანს, რომ მე მხოლოდ მეათი დონის ბენზოხერხიანი სონიკი ვარ. მაგრამ ეს არაფერში შემაჩერებს, რადგან მე ავიღებ ჩემს პირველ ბეჭედს მარშრუტზე. დიახ! ვაუ, ეს მომწონს. უკვე ვიწყებ იმ სიჩქარის აკრეფას, როგორიც სხვა მონაწილეებს ჰქონდათ რბოლაში. ანუ ეხლა შემიძლია თქვა, ვაუ, კიდევ ერთი ბეჭედი ავიღე. და ეს უკეთესია. ჩემი სიჩქარე, ჩემი ძალა, ჩემი კონტროლი და მართვა. ეს საოცარია. ყოველ ჯერზე უფრო უახლოვდები იმას, რომ დიდ Chainsaw Sonic-ად გავხდე, მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა დაუნებდე. შემდეგი ბეჭედი, დიახ! ღმერთო ჩემო, იმ ბეჭედმა უფრო სწრაფად გამაქცია და ახლა შემიძლია წრებეურად უკეთ დავასრულო, როცა ბეჭედებს ვილებ. და რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე როცა ბეჭედს ვიღებ, ბევრად უფრო ძლიერად გგზნობ თავს, დიახ? ეს მართლაც საოცარია, ბევრად უფრო სწრაფი ვარ. გრძნობ რომ ეხლა ნამდვილად მექნებოდა შანსი შინ სონიკის დემონთან რბოლაში. მაგრამ რა თქმა უნდა ვივარჯიშო და გაუმჯობესო თავი. წავედით ეს ბეჭედიც ავიღოთ. როგორც ჩანს, ვაუ, მგონი კიდევ უფრო გამეზარდა სიჩქარე. რა სიგიჟეა! კიდევ ერთი ბეჭედი ავირე და აქაც ხვდები, დიახ. ეს დაუჯერებელია, ძალიან ვაუმჯობესებ ჩემ შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი ამ ბეჭდების და ეიმის დემონის ტრასის დამსახურება. ასე რომ წავედით. კიდევ ერთი ბეჭედი, რომელსაც ვაგდებ და ვიყენებ ჩემი ყველა უნარის გასაძლიერებლად. აი ასე მომწონს. კარგი, შესანიშნავად გამომდის. სულ ცოტა დამჭა ტრასის დასასრულებლად, ხო? წინ, კიდევ ერთი ბეჭედი. და უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელო, სულ უფრო და უფრო. რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო გზაა ამის მისაღწევად. წავედით! უკვე საოცარი სიჩქარე მაქვს, ძლიერი ნახტომი, შესანიშნავი მართვა და ყველა ბეჭედი ჩემს მხარესაა. წავედით! ამი მგონი ეს გამოცდა წარმატებით დავასრულე. ბოლო ბეჭედი, დიახ!
ოსე! კმეთო ჩემო ჯეიმს ჩეისო სონიკ ეს საოცარი იყო შესანიშნავად გარკექე ჩემი ზურმუხტი მაშასე შენია შეძლებ შენი დემონის ასიო მეასი დონემდე ვინ იცის შეიძლება ლეონ პუნქტ ექსესთან ერთად წახვიდე იქნებ მისი დემონი დაგეხმაროს გამოიწერე დიახ მონწონს როგორ ჟღერს ეს მაგრამ ჯერამ ზურმუხტის ძალა უნდა გამოვიყენო რომ ჩემი მოტორსახერხი დემონი ასიო მეასე დონემდე ასი დიახ ასე მომწონს ვაუ ჩემი მოტორსახერხი დემონი დაიწყო ევოლუცია და ეხლა მეტი მოტორსახერხი მაქვს აქაც შემიძლია მივცე ვაუ ვათავისუფლებ რამდენიმე მოტორსახერხს, რომლითაც ჭრა შემიძლია. ახლა კი პირდაპირ მივდივარ ლეონ პიკარონის დემონთან. ავალ მე-1000 დონემდე და ბოლოს აქ ვარ. რა ჯანდაბაა ეს ადგილი? და რა უნდა გავაკეთო, ლეონ? კარგი, ბოლოს და ბოლოს მოხვედი, ჩეინსო სონიკო. თუ გინდა ჩემი ზურმუხტი, რომ შენი დემონი მე-1000 დონეზე აიყვანო, უბრალოდ უნდა მოხვიდე იქამდე, სადაც მე ვარ. მაგრამ რაც შენ დაგემართება, ჩემი საქმე არ არის. შესანიშნავია ყოველგვარი პრობლემის გარეშე. და როგორც ხედავ, იქ რამდენიმე მტერი მყავს, რომლებიც ხელს შემიშლიან შენამდე მისვლაში. უკვე იწყებენ სროლას ჩემზე. მაშინ ვაჩვენებ, ვინ არის აქ უპროსი, ჩეინსო სონიკის გათავისუფლებულ მოტორსახერხებს. მიიღეთ ეს? დიახ! დამასაც! გზიდან ჩამომეცალეთ. ეს ჩემი ძალაა, შუაზე გაყოფილი. რა ხდება? არ იცოდით, რომ მოტორსახერხები ჭრიან? მიიღეთ ეს! ამას თავი აღარ აქვს და ესეც არაფრით დარჩა. მიიღეთ ეს! ყველას დაგქვავთ. მე ვარ მოტორსახერხი დემონი და არ მაინტერესებს რამდენი მსახური ყავს ლეონ პუნქტ ექსეს დემონს თქვენ მაინც ვერ შემაჩერებთ მიიღეთ ეს მიდი მე ბოლომდე წავალ სანამ ყველა თქვენგანს არ გავანადგურებ მიიღეთ ეს თქვენ დაგქვავთ ჩემი ბენზოხერხი დიახ მიიღეს და ესეც ეს თქვენი დასასრულია სულელო და საწოდავო ხელქვეითებო ჩეინსო სონიკის ძალა შეუდარებელია ასე რომ თხოვთ ნუ ღარ მაწუხებთ რადგან ეს თქვენი ყოვლის შემძლე დასასრულია ჩეინსო სონიკი ყველა დემონზე საუკეთესოა ამაში ეთვი არ მეპარება და ამ დემონით ვაპირებ საბოლოო ბოლოში გამარჯვებას არ დაუშვებ რომ ჩეინსო სონიკის დემონმა ის წაიყვანოს და ეს არის ბოლო ოთახი ვის ესვრი შენ მიიღეს ვაი, რამდენიმე მტერი. მოდი ცოტა გავერთოთ, მიიღეს, შენც მიიღეს. ჩემი ბენზოხერხების გამოცდა გინდოდათ, მაშინ გილოცავთ. ამას ახერხებ. ჩეინსო სონიკის ძალა საოცარია და ბენზოხერხის დემონი. ყველას გაგანადგურებთ. დიახ. შენ ეს წადე და შენ წადე. ჩემი ბენზოხერხები ყველა ნაზირალას დარჩით. დიახ! გამეცალეთ გზიდან, ყველას შუაზე გაქლიჩავთ. მიიღე და მიიღე. დიახ! ერთი ნაკლები, კიდევ ერთი ნაკლები. ეს აქეთ, ეს იქით. აბრა, გადა, აბრა, პათა, დეკობრა. და ეს ბოლოა. დიახ! ყველა სრულიად განადგურებულია ძვირფასო ლეონ პუნქტ ექსე. ეხლა მონცემ შენ ზურმუხტს და ნებას დამთავ ავიდე 1000 დონეზე. მართალი გითხრა, საოცარია ის რაც გააკეთე. ძალიან გცემ პატივს. ასე რომ დიახ, ჩემი ზურმუხტი შენია. განვითარდი 1000 დონემდე შენო შინაგანო დემონო. აი ეს მინდა და მომესმინა, დიდი მადლობა. მოდი ნახოთ როგორი იქნება. 1000 დონის ჩეინსო სონიკი. დიახ. ეს ნამდვილად ახალი და საოცარი ფორმაა. ბენზოხერხებით, იარაღებით და კიდევ ბევრით. საბრძოლველად მზად. ეხლა კი მივდივარ ნაკლსთან და მის დემონთან. ვნახავ, შევძლებ თუ არა 10000 დონემდე ასვლას. და ბოლოს აქ ვარ. რა ტიპის გამოცდა მომზადებია ნაკლზის დემონს? გინდა გაიგო? მაშინ მოემზადე ტანჯვისთვის. თუ გინდა ჩემი ზურმუხტი, რომელიც შენს დემონს 10000 დონემდე აიყვანს, მოგიწევს გადალახო ჩემი გამოცდა. გაატეხო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვები. თითოეული მათგანი უფრო მტკიცეა ვიდრე წინა. შეგიძლია ჩემამდე მოხვიდე? გინდა გამოცადო ჩეინსო სონიკის ძალა, ეხლა როცა მე 1000 დონეზე ვარ. მაშ წინწადი ნახავ რა შევძლებ ამ ბენზოხერხებით. დიახ!
გაეთრი აქედან სულელო ქვა, ეს უკან ფლიანად განადგურებულია. საკმარისი ძალა მაქვს, რას ფიქრობ? ეხლა კი ესეც უნდა დავამსხვრიო. და ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ მის გასანადგურებლად. ურადრებით იყავი. ნახე, კარგი დართმა ბენზოხერხებით. ნახე. დიახ, ქვა მთლიანად ჩამოვარდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემი ძალა სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ ჯოჯოხეთ რქვა სამჭრილებით გავანადგურებ. ნახე რა ჭრილებს ვაკეთებ ბენზოხერხით. უნდა გავაგზელო ასე, სანამ ქვას არ დავასრულებ. წავედით, სამმაგი ჭრილი, ჩვეულებრივი ჭრილი და X ჭრილი. აი ესე უნდა. იოლან, ჯოჯოხეთის ქვა. ეჩა. რას ფიქრობ ამ ყველაფერზე ნაკლს? და კიდე მაქვს მთვარის ქვა, ყველაზე ძლიერი. მნახოთ ამ ჭრილმა თუ გააკეთა რამე. სამმაგი ჭრა. როგორც ჩანს არა, მაშინ უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო. ბენზოხერხის 1000 ჭრა. როგორც ჩანს ეგეც არ მუშაობს. მაშინ გავანადგურებ მას. გავკვეთავ ნამდვილი და ავთენტური X ჭრით. საბოლოო 1000 ჭრით. დიახ. სამუდამოდ გემშვიდობები სულელო მთვარის კლდე. ახლა კი დარჩი მხოლოდ შენ. მითხარი ძვირფასო ნაკლს. აპირებ წინააღმდეგობის გაწევას, თუ უნდა დაგამთავრო. მართალი გითხრა, ეს საოცარი იყო. გაანადგურე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვა. ეცგარეშია ღირსი ხარ, რომ შენი დონე 10000-მდე აიყვანო. ასე რომ გააგრძელე. გამოიყენე ჩემი ზურმუხტი. ზუსტად ეს მინდოდა მომესმინა მეგობარო. ეხლა მივდივარ 10000-იანი დონის ჩეინსო სონიკო, ჰა? დიახ. საოცარია ეს ფორმა არა ნაკლს. ეხლა ჩემი ბენზოხერხები ბევრად უფრო ძლიერია. ასე რომ ეხლა პირდაპირ შადოუთან მივდივარ. ჩემი ბენზოხერხიანი დემონის ფორმას 100000 დონემდე ავიყვან. და ბოლოს აქ ვარ, მზად ვარ შადოუს დემონის ციხესიმაგრის გასანადგურებლად. კიდევ ნახოთ. ჩემი ციხესიმაგრე გამაგრებულია და მასში რამდენიმე ჯოჯოხეთური ჩონჩხია, რომლებიც ახლავე შენზე წამოვლენ. და მე ჩემს 100000-იანი დონის ზურმუხტს შიგნით შევიტან. ნახოთ, შეძლებ თუ არა შემოსვლას და მის წართმევას. სხვა არაფერია სათქმელი ბიჭო. მარტივად შევალ ციხესიმაგრეში ერთი ნახტომით. ეხლა კი ამ სულელ სკელეტებს მოუღებ ბოლოს. მოდით აქ ყველა და ნახეთ როგორ ჭრის ჩემი ბენზოხერხები. დიახ. და ასევე შემიძლია გზიდან გადავაგდო მოწინააღმდეგეები. შენც გადი აქედან. ნახეთ რამდენი რამ შემიძლია. ეხლა კი იწყება ნამდვილი ჭრები. მე დაგამთავრებ თქვენ ყველას, სულელო ჩონჩხებო. შენთვისაც ჭრილია. შენთვისაც ჭრილია. და შენთვისაც კრილი, დარგი ჭრილი, დაიმსახურე. ეხლა კი სცადეთ ჩემი X ფორმის ჭრილი. საოცარია, ვერც ერთი ჩონჩხი აღარ დარჩა აქ. მოდით თქვენ ყველანი მიიღეთ ეს ჭრილი და იმათაც იქ. სცადეთ ეს. ასე მომწონს, ვერც ერთი აღარ რჩება. თქვენ ეს და ეს და დასასრულებლად. მილიონი ჭრილი. ეხლა თუნებას დამთავრთ შევალ სასახლეში, რომ დავასრულო თქვენი სულელი ლიდერი. და აი აქ ვარ ბოლოს და ბოლოს. ხო, რა დემონური სასახლეა. აშკარად შენი დემონი 100000 დონისა. პი! არა მარტო ჩემი დემონი, მეც 100000 დონის ვარ. ასე რომ მიდი და დამამარცხე თუ ჩემი ზურმუხტი გინდა. მაშ მიდი. რა ჯანდაბა? რა ძალა აქვს მას? წეულო, ის ყველაფერს ატრიალებს. ჯოჯოხეთს გავანადგურებთ, მაშ ასე იყოს. შენი საკუთარი ჯოჯოხეთი გავანადგუროთ. დავასრულოთ ეს. ახლავე. აი ეს და ეს. შემიძლია დაგამთავრო სულელო. უბრალოდ ეს უნდა გავაკეთო. სამმაგი დაჭრა. X ფორმის ჭრა. მიდი ადექი და სცადე ეს. ახლავე. რა ჯანდაბა, რა დარტყმა იყო ეს. ვაუ, მისი დემონი აშკარად ძალიან ძლიერია. არ თქვენს ჩემს ცემას ისევ და ისევ. თითქმის არ მაქვს შანსი რამე გავაკეთო. რა ჯანდაბა ეს ძალა. ამით ვერ დამამარცხებ. დაწყევლილო, არ ვაპირებ დანებებას. დაგარტყამ. ახლა სცადე გამრავლება. მილიონი რამ. ჭრილობები. დიახ. ძალიან უძლებ, მაგრამ შეძლებ რა უდლო. ეს მილიონი ჭრილობა, დიახ. და ის მიწაშია ჩაფლული.
როგორც ჩანს ეს უკვე აღარ არის. რა გვაქვს აქ? საბოლოოდ 100,000-იანი დონის ზურმუხტი ჩემი გახდა. Shadows დემონმა ვერაფერი გააკეთა და მე კიდე უფრო მეტად განვითარდები. დიახ. ეხლა ნამდვილად ძლიერი და ნამდვილი ბენზოხერხიანი სონიკი ვარ. მოემზადე დემონო უსონიკოთ, რადგან მთელი ძალით მოვდივარ. და ბოლოს აქ ვარ. საკმაოდ ბნელ დღეს რომ გავაკეთო ის, რაც უნდა გავაკეთო. ამას ჯერ ვნახავთ, მოკვდები და წააგებ. კარგი. ყველას მოგესალმებით საბოლოო შეჯიბრების რბოლაში. მოდით ნახოთ ვინ მოიგებს დიდ პრიზს. 3, 2, 1, სინ. ვაუ. მთელი ძალით მივდივარ, დიახ. შეხედე ამ სიჩქარეს. შენ ცხოვრებაში ვერასდროს გაუთანაბრებ ამას. და საუკეთესო ისაა, რომ ან საოცარ ტურბოს ვინახავდი. აქ მხოლოდ ის მივა, ვისაც თითქმის მილიონი დონე აქვს. მაგრამ სიურპრიზი ისაა, რომ აქ დავრჩები და დაგელოდები და როცა მოხვდები, მე თვითონ მოგკლავ. არა, ისევ დამასწრო სტარტზე. ბევრად უფრო სწრაფი იყო ვიდრე მე. რაც შეიძლება მალე უნდა ვიჩქარო. წავედით. მგონი ამ სიჩქარით ვერასდროს დავეწევი. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე Chainsaw Sonic ვარ. მე მყავს დემონი, რომელიც უკვე 100,000 დონეზეა, ასე რომ არ დავნებდები. რაც არ უნდა მოხდეს. ყველა ჭრას გამოვიყენებ და ყველაფერს რაც საჭირო იქნება. მაგრამ ეს რბოლა უნდა მოვიგო. კიდევ ცოტა დარჩა. აქედან გადავხტები. შევიცლი ზოლს. აქედან და ღმერთო ჩემო. აი იქ მელოდება. კარგა ხაზ მოგანდომ და აქამდე მოსვლა. მოემზადე, რადგან ეს არის გადამწყვეტი მომენტი. აქ და ახლა დაგამთავრებ. ერთი წუთი. ცხეულო, რა დარტყმებია ესენი? მას ძალიან დიდი ძალა აქვს. თუმცა ერთი წუთი. თუ შევძლებ მის შეტევებს ავიცილო, ბოლომდე მივალ, რბოლას მოვიგებ და მაშინ ის იქნება, ვინც უნდა მოგდეს. წავედით! ამის გაკეთება ასე შემიძლია, რადგან ახლა მის წინააღმდეგ შანსი არ მაქვს. მისი დონე თითქმის მილიონია, ჩემი კი მხოლოდ 100,000. ასე რომ წავედით. არა, ცხეულო! ეს დარტყმები ძალიან ტკივნეულია. დამანებე თავი, მან ჰაერ შეამაგდო. ეს საერთოდ არ მომწონს, არა. ცხეულო, მან სულ დამინგრია. არ ვიცი ჯანდაბა რას გავაკეთებ. უკვე ჩემკენ მოდის, მაგრამ რბოლის დასრულებას ვერ ვახერხებ. ის ყოველთვის დამიდარაჯდება, ხელს შემიშლის, რომ მიუახლოვდე და დამამთავროს. აი, არც აქ შემიძლია სამუდამოდ დავიჩადო, რადგან ბოლოს მაინც ჩემთან მოვა. ცხეულო, რა ჯანდაბა გავაკეთო? ერთი წუთით. მან თავისი ზურმუხტი დატოვა, რომელმაც თითქმის მილიონამდე დონეზე აიყვანა. და მე დანარჩენი ზურმუხტები ჩემთან მაქვს. ანუ რაზე ოცნებო? ეს ზურმუხტი, რომელმაც თითქმის მილიონამდე დონეზე აიყვანა და დანარჩენი ზურმუხტები ჩემშია. ანუ თუ ყველა ზურმუხტს შევაერთებ, შეიძლება საბოლოო დონეს მივახციო. ეხლა ან არასდროს. შემიძლია შევაჩერო. თუ ყველა ზურმუხტს შევაერთებ, შეიძლება საბოლოო დონეს მივახციო. ახლა ან არასდროს შემიძლია შევაჩერო. დიდი, ჩაუ, მილიონი დონის. მე ვარ 1000 კუთხეში დაწკავლილო. მოემზადოს ის მონსტრი. მე დავამთავრებ მას. მიიღე ეს და ეს. დედა, ჯოუს, რადგან ეს მე ვარ. ეს მე ვარ, რას ფიქრობ? კარგი, შენ ისევ ძალიან ძლიერი ხარ, მაგრამ მე ყველა ზურმუხტი გავაერთიანე. და ეხლა ჯუნფასო მეგობარო, მე მილიონიან დონეზე ვარ. დიახ. სცადე ჩემი ბენზოხერხის სხივი. ასე კეთდება საქმეები აქ. ნახე ეს გამანადგურებელი დისკი. ვაწარმოებ ენერგიას ჩემი ბენზოხერხებით და გესვრი რომ გაგჭრა. შეუძლებელია შეძლო ჩემი დამარცხება. არც ახლა, არც არასდროს. აი ასე. ეს შენი დიდი ფინალია. სიკვდილამდე ბრძოლა გინდოდა. აი მიიღე. სამუდამოდ მშვიდობით, ცხეულო დემონო, შინსორიკის გარეშე. ბენზოხერხების ენერგიის ბურთი. დიახ. აი შენი სასიკვდილო რბოლა, იდიოტო. ეხლა თუ მაპატიებ, მთელ წრეს ისე დავასრულებ, როგორც ყოველთვის მინდოდა. და მერე მოვალ სირბილით. ეხლა კი რომ მოვიგო რბოლა, მარტივად და უპრობლემოდ. მაგრამ არ დანებდე შინსორიკ, შენ მოახერხე, ეს ფული შენია. მითხარი რა საპირებ ამ ფულით? გმადლობ, იცი რას ვაპირებ? ყველაფერს საკუთარ თავში დავაბანდებ და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი დემონი არ იყოს მხოლოდ მილიონი დონის, არამედ განვითარდეს ახალ დონემდე და მიაღწიოს ახალ 10 მილიონი დონის.
ჩემი ახალი ბენზოხერხიახიანი ზვიგენით, ბენზოხერხიან დემონით, რომელიც ჩემი ნაწილია და ჩემი მთელი ფორმა ბენზოხერხებით ასავსე. ეხლა მთელი მსოფლიო ჩემი იქნება, რადგან მე ვარ ჩეინსო სონიკი, ნამდვილი და შეუდარებელი ბენზოხერხიანი დემონი. დიახ.